რა არის მაქსიმალური რაოდენობის კუნთი, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს? ყველას გსურს, რომ უფრო მეტი კუნთური მასა ჰქონდეს, მაგრამ რა არის ლიმიტი კუნთის, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს? ყველაზე ფორმაში მყოფ ადამიანად მოისაზღვრება რონი კოლმენი, რომელმაც 8 ჯერ გაიმარჯვა მისტერ ოლიმპიის ტიტული. რა თქმა უნდა, რათა ეს შედეგი მიეღო, იძულებული იყო გამოეყენებინა დაუჯერებლად ზედმეტი რაოდენობის სტეროიდები, რამაც დააზიანა მისი ჯანმრთელობა. ხოლო მისი წონა პიკისას იყო 130 კილოგრამი, ხოლო მაქედან კუნთური მასა იყო 70-დან 75 კილოგრამი. მაგრამ ადამიანის მაქსიმუმი ბევრად მეტია. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა შეზღუდვები, როგორიცაა დლოვანი სისტემა, რომელიც ამდენი კუნთის შემთხვევაში ვერ შეძლებს მოძრაობას, ასევე გული, რომელიცაც გაუჭირდება, რომ ამდენი კუნთი ჟანგბადით დააკმაყოფილოს. ასევე ჰორმონები, რომლებიც თუ ბუნებრივად საუბრობთ, არანაირ სტეროიდებით შეუძლება ხდის მეტის მომატებას. გენეტიკაც, რადგან მეტი კუნთის დაწევა ჩვენს ორგანიზმზე შეუძლებელი ხდება. და ცხიმის მინიმალური რაოდენობა, რომელიც 5% უნდა იყოს და თუ მეტი კუნთი გვექნება, შემცირდება ცხიმის რაოდენობა, რაც გააღვდის ჩვენ ლეტარულს. საბოლოოდ, თეორიულად მაქსიმალური რაოდენობის კუნთი, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ბუნებრივად, არის 150 კილოგრამი, რომლიდანაც 90 კილოგრამი იქნება სუფთა კუნთი, ანუ ეს საშუალო ადამიანზე 2.5 ჯერ მეტი, ხოლო თუ სტეროიდებს გამოვიყენებთ, იქნება 173 კილოგრამი, რომლიდანაც 125 კილოგრამი იქნება სუფთა კუნთი.